დილა მშვიდობის აქ დავსხდეთ. მე მგონი არ არის აქ მზე და თვალებში არ დაგვიჭყუტუნებს. გამარჯობათ. დღე მშვიდობის, დილა მშვიდობის. ალაგ-ალაგავე მზადე მე უკვე. თომას გამზადება ქვები ბინე და რა ვიცანცარი. როგორ ახართ დავიღალე. მაგრად სანამ წავიდოდნენ მინდოდა რომ რაღაცები მანამდე მომესწრო. რომ მე ესე დამჯდარ სიტუაციაში გადამეღო ვლოგი და სანამ გაკეთდებოდა მაინც. ნუ ყოველ შემთხვევაში ვლოგი მოვასწრო და თუ არა იტვირთება, იქ ავტვირთავ სამსახურში. აუს დავასხეთუებული წყალი სიტუაციიდან გამომდინარე. სად ნამცხრები ლაშასტეი და იყო და არ ჩაგუთვალოს რეკლამაში და დავახალოთ ასე მაგარია სალაგები მაგიდა რა უშჯამიდე ესე პარკში რომ რაც ურჩება ხოლმე მე ხმება და ესე აღარ ხმება Давай. Это начнёт кататься. Ага. Что-то гундавыше. მოკლედ. ჯერ პირველი ის რო ჩემთვის ძალიან ის არის, ვერ პოულობ კნუტს, ერთ კნუტს, რომელიც წუხანდელიდან აღარ ჩანს. არ ვიცი სად არის. გოგო კნუტს. ჩაპლინას რო ვეძახი. მე რო გუშინ წავედი, გეტყვით მაგამ ბავშვსაც ღამე იყო და კატის კნავილი მესმოდა რა და იციან ხოლმე ნაგავი რო გამაქვს, გამოყვებიან ხოლმე რა, ცოტა ის დავჭდეთ რომ ზემოდის და ნაგავს რო ყრი ხოლმე, გამომყვებიან ხოლმე ნაგვის ბუნკერამდე არა, მაგრამ მაინც ესე გამოეფინებიან ხოლმე და კატის კნავილი რო გავიგე, მეთქი ხო არ გამომყვა ეხლა ეს და მე რომ მარშრუტკაში უნდა ჩავჯდი, ამას რა ვიყო. დაურეკე ნინოს რომ კატმიწილებს სხავდა რა ვეღარ მოასწარი მე და სასწრაფოდ მეთქი ჩადიდავლა და კატები ნახე ყველა თუ არა და სულ ყველანი ანუ არ იყო რა ის ჩემი კატა არ იყო საიდანაც ხმა მესმოდა და ყველანი იყვნენ აბსოლუტურად სულ ყველანი მაგრამ რომ მოვიდი აი ნინო მათქო კაი ხანია ვარ და მინახიაო ღამეც რამდენჯერმე შევამოწმე მთელი ღამის ისმარში ხედავდი გეფიცები ხო და ისა ვერ არ ჩანს ჯერჯერობით არ ჩანს ანუ ორივე არის შავი ბუერა პანდა ის ნაცრისფერიც არის თავიანთი დედაც არის და მე ის გოგო ანუ სულ ბიჭები მყავს არა და ძალიან დაყვარელია და მეწოდები ხა ან რამე შეაშინა ჯერ გულის ფანცქალით გავიხედე გარეთ მანქანა მხوارებ და არტყა მეთქი არაფერი არ არის ამოვისუნთქ მე ძაღლები არიან ხოლმე ხო არ შეაშინა ხო არ დაფთხა მე კატას უჭირს სახში დაბრუნება და მოსვლა ხშირ შემთხვევაში რო გონია რომ წავიდა დაიკარგა ანუ თუ ცოტა შორს წავიდა და ან დააფრთხო რაღაცა და კიდე შორს წავიდა მე სტუნები ერევა კატას და სახში ვეღარ ბრუნდება ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ უბრალოდ აქეთ არის სადღაც ტერიტორიაზე და მოვა მაგრამ არ არსებობს ეგ პირველი და ერთადერთი კატა ამ კატებს შორის რომელიც სადაც არ უნდა ყოფილიყო ეზოში რო ვიყავი ის ჩემთან ერთად იყო და რა ვიცი იმედია ძალიან დიდი იმედია მოვა ხო ეხლა რაც შეეხება ავეჯს გუშინ 4 საათიდან უნდა მოეტანად დედა მე იმაზე ვნერვულობდი რომ დაბადების დღეზე ხო ვიყავი დაპატიჟებული და რესტორანში და აუ მეთქი იქამდე რო არ მოიტან. ხა მე კი მაინც ისე არ ვიყავი საჭირო ლაშა უფრო იყო საჭირო რომ ენახა რა როგორანაირად რა და მაგრამ მაინც რა ხო და თან ლაშას უნდა წავიყვანეთ. რადგან ხატიას მეუღლე სხვა არ იყო სახში რა და მოკლედ ერთად უნდა წავიყვანეთ. ხო და გახდა 5. 5 რო გახდა და დავრეკეთ, აუ შეფუთულია კიო და გამოდიან უკვე. გახდა 6. 7-ზე ვარ დაპატიჟებული და 6 გახდა.
და არ არიან მოსულები და მე ჩხილები მაინც გავიკეთო, მეთქი რა იცი რა ხდება. ჩხილები გავიკეთე ესე რა, ზერელეთ მოვწესრიგდი, რომ თუ რაღაცა გადაიცმევ, გაიქცევ. მაგრამ მოსვლა არ უჩათ პირი და ლაშა ვეღარ წაგვიყვანდა. 7:25 წუთი იყო, მოკლედ 7:05 წუთი იყო, რომ ხატიას დაურეკე, ესეთი ამბავია და თუ წამოხვალ მარშრუტკით, მეთქი წავიდე. თუ არ წამოხვალ, არც მე წავალ. წავიდეთ. 7:05 წუთზე მოხდა ეს ამბავი და 7:25 წუთზე უკვე გაჩერებებზე ვიდექით. და 7:15-ზე და დაჟერო 7-ზე რო იქ მივედით, თუ რაღაცა იქ მაგ პერიოდში არ იყვნენ ჯერ ისევ მოსულები. ჯერ მაგაზი არიან გასალანძღები. მე თურმე მოვიდა ერთი კაცი, ლაშარო არ ყოფილი, ლაშარო სახში არ ყოფილიყო, ვერაფერს ვერ იზავდა ის კაცი მარტოკა. ამოზიდე, ააწყე. რაღაცა პრობლემა იყო და ლაშარო არ ყოფილიყო, შანსი არ არის რაღაცა მოსახერხი იყო და გააკეთეს. ხო და ესე, მოვედი მოკლედ, გარდირობით გააგანახებთ აუცილებლად. ძალიან ისინი რაც შეუკვეთე. ერთი პრობლემა. არა, პრობლემა როგორ აი ხა, ხო. ამ იმას რო ვათვალიერებდით, დეტალებში დავათვალიერეთ რაღაცა და ტუმბოები გარდირობს ელაგა, მახშინ გახსოვთ ალბათ თქვენს ვიდეოდან ან თუ სურათი მაქვს კიდე ჩავსვავ, ტუმბოები ედო გარდირობს ზემოდან და ვიცოდი რაც იყო. გარდირობი ვიცოდი რაც იყო, ტრილიაჟი წინ ედგა და სარკე იდო კიდე. ტრილიაჟის სარკე, მრგვალი სარკე. თურმე სარკე არ ემაგრება, არ უნდა მიაყუდო რა. მე გარ ვიცოდი. კაი, ეგ არც იმათი დანაშაული, მე უნდა მეკითხა. იქიდო მეკითხა, როგორ მე ვიფიქრე, რომ დევ დაშლილ მდგომარეობაშია და ეს აეწყობ. კაი, ოკეი, მაგას ლაშა იზავს. სარკეს პატარა უმთი ჰქონდა მოტეხილივით რა და ეს დეფექტი, ხო, მეორადია. მესმის რომ თუ ხესაკ დეფექტი და რაღაცა ისა ვერ იზავ, მაგრამ სარკეს დავინახეთ, რომ ცვლიდნენ იქ რაღაცა რომ ტყდებოდა, ცვლიდა და სარკე, მაგასო ისევ ახლიდან, მაგასო ახალს მოვაჭრევინებთო და სხვა ის არ არისო, უნდა ახალი გაგატანოთ. კაი. ერთადერთი რაც არ ჩანდა იქ იყო საწოლი. და საწოლი რა თქმა უნდა, ხა ისინი რო ნახეთ საწოლით ხო უნდა ნახოთ. ხო და საათი არ გამიდის, საერთოდ 9 არის. პიურეც მიდგა დაბლა. ისიც დასამთავრებელია და ესე ხო და მაგიტო ვიჩქარე ვიდეოს ჩაწერა, რომ სანამ მე ვიდეო გაკეთება, იტვირთება, ამებს მე ვიზავ. ხო და გადაგვიყვანა იქით ამ ქალბად. მე მაქვს მეორეს ნომერი, რომელიც გვათვალიერებდა მაგის ნომერი არ მაქვს მე, მაგრამ რა პრობლემა ერთად მუშაობენ. შეკვეთა ვისთანაც გავაფორმე, ძალიან კაი ქალბატონი იყო. ისი ძალიან კაი ქალბატონი, მე არაფერს არ ვარ, მე ვიმედოვნებ შეეშალა. ხო და თავი ვნახე ამ საწოლის თავი, ეგ საწოლის თავი მოგვიტანეს. მაგაზე არ არის პრობლემა. აი ეს არის ამ საწოლის თავი. კი ვიუცნაურე, რომ მეთქი ესეთი მუქი აქვს, რა, იმიტომ რომ მოყავისფრო ფერია რა და ის კიდე ხო იცით თეთრია. ოკეი, კაი, ეგ არის ხოლმე ხან რომ ესე დიზაინებში ესე რაღაცა გარდამტეხი რაღაცები არის ხოლმე და უხდება. ხო და ძირი თქო რა, საწოლის ის ძირი მაინტერესებდა და არ არისო აწყობილიო და ახალი ჩამოტანილია, რომ არც ვიცითო ჯერ სადრადევსო, გადმოხედა და ვერ ვნახეთ მოკლედ ძირი. კაი, ეხა მივხვდით, რომ იმ ავეჯის ძირი და всё და წამოვალ, დავტოვე 1000 ლარი და აქ დავახვედრეთ 2500 ლარი, 3500 მივეცი. ხო, ჯერ უნდა დავურეკო, ეგ ანგზაში რო ვიქნები რაღაცა დავურეკო ძალიან დილთადი, უნდა დავურეკო მე ვისთანაც გავაფორმე შეკვეთა. იმიტომ რომ იმის ნომერი არ მაქვს, ისიც კაი ძალიან ისეთი რასამფო პასუხისგებლობაა ჩემი რომ ის გაგატანოთ რაც, მოკლედ. კაი ამ სარკეზე არ მაქვს ისა ძალიან უმნიშვნელოდ აქვს და კაი, მაგრამ ჯერ კაი არა, იმიტომ რომ ამხელად ახალს რო იხდი ელემენტარული სარკე უნდა რადგან შემპირდი თორე არც იქ არ მქონდა პრობლემა. ხო და დავრეკავ, დავკითხავ, ხო არ შეეშალათ, ან ხო არ აერიათ.
ეგ იქნება პირველი კითხვა. არც მე არ შემიძლია ეგეთი რაღაცები, თუ იქედან არ წამოვიდა აგრესია, მე არ ვიწყებ. სად გაიქცევია? ხო ვიცი, სადაც არის. ხო და ვკითხავ, იქნებ შეეშალათ და თუ რაღაცა გამოასწორო. მეორე კითხვა მაქვს კიდე თქვენთან, ანუ განახებთ ახლა რა? არის ხოლმე ეგეთი რაღაცა, რომ ავეჯი სხვა ფერია და საწოლი სხვა. ანუ მე იცი რა არის წინაზე რო ვათვალიერებით ვნახე ეგეთი რაღაცა. მაგრამ ეხლა თქვენც განახეთ და თქვენც დამიწერეთ, ანუ შეიძლება? ხო და არ ვიცი ჯერ აერიათ თუ მაგის საწოლი არ ქონდათ და სხვა ჩასვეს კომპლექტში. საწოლზე ვერაფერს ვერ ვიტყვი, საწოლია ძალიან მაგარი, მატრასია ძალიან მაგარი, ძალიან მყარია, მაგრამ ერთი ის, რომ ლაშა რო არ ყოფილიყო, ელემენტარული საწოლში მძირს ვერ ჩადებდნენ, იმიტომ რომ ისიც სხვისა იყო, ანუ ზომაში არ ეტეოდა და მოაცალა პატარა, აი ეს სადღაც რა ვიცი სანტიმეტრებია რაღაცა, ანუ ხო ხვდებით საწოლში რომ უნდა ჩაჯდეს არ ეტეოდა. ხო, ეგ კიდე. მე წამი გავთიშო ხმა. მოვიდი. ხო და რავი, ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ან შეეშალათ, ან უბრალოდ მაგის საწოლია და უბრალოდ სხვა ფერშია თუ რაც არის. ხო და ასე ერთ სიტყვით რა, ეხა განახებთ თქვენც და მითხარით რა, როგორ მოვწმინდე, რაც მოვასწარი, ეხა დღეს რო არ მუშაობდე მე, ყველაფერს, რავი, 10-ზე გავაკეთებდი, მაგრამ არა უშავ. დღეს ბოლო დღეა ჩემი კვირის მუშაობის და უნდა ვიმუშაო ორშაბათს დიდი ხანი ვიყავი. მაგრამ ისა ვერ ვიზავეგრე გვიანობამდე, როგორც შეთანხმებული ვარ 7 საათზე წამოვალ ხოლმე, თორე ვერა. 7 საათზე რო ამოვალ, კიდე მისასხურებელთა შუშების საწმედით კარგა გავაპრიალებ. ხო და დავიწყებ ცოტა შელაგებას. თან დღეს რაღაცეები მაგასამზადებელი ხვალ ლაშა მიდის კახეთში თუ არ ვწდები რაღაცა კახეთი. გონი კახეთი. 3 დღიანი რაღაცა ტრენინგია რა და უნდა გამოვზადო რაღაცები, რომ წამიდის 3 დღე. ხო და ხვალიდან უკვე ნენელა დავიწყებ შებარგებას, დაბინავებას, გადახალისღებას, ასე და ისე და რაღაცა და რაღაცა. აი გარდირობი მინდა დავცვალო, რომ მაგ გარდირობს ვაძლევ ანუშკის, შემეზობელს. ხო, რა შეეხება გუშინდელ დღეს, გარდირობთ განახებთ, ანუ არ დამავიწყე. გარდირობს კი საწოლს. ხო ესე ველოდე და ველოდე. ხო და ის ქვენით წავედით, მივედით. სადღაც, ან მარშრუტკით იცი, ცოტა ისეთი აპასნი გადასასვლელი არის. რადგან ის ლოჭინის ხიდთან ჩამოვედით, თბილისისკენ მიმავალ მარშრუტკას ჩამოვედით და უნდა გადაგვეკვეთა ორმაგი ტრასა და წავსულიყავით მაგნოლიის მხარეს სადღაც 100 მეტრში. ხო და სასაცილო რა არის, იცი, რომ ანუ გუშინ ვამბობდით, თან კუდდებოდით სიცილით, რომ ხატი ხმევთხარი, ხვალე პოსტი დავდოთ Facebook-ზე, რომ ანუ ლოჭინის ხიდთან ორი ქალი თუ დაინახეთ, რომ სადღაცას მიიჩქაროდნენ გამოპრანჭულები, ცუდი არაფერი იფიქროთ, იმიტომ რომ ჩვენ რესტორანში მივდიოდით, არაფერი ცუდი არ იფიქროთ. ჩვენ ვიყავით ეგენი. და ვინც სასაცილო ყველაზე კარგი იყო რა, შუაღამისას მანქანამ გაიარა და დაასიგნალა სადღაცას ის რაღაცა და მე დავხატია ერთხმად. ბები აიენის. ჩვენ ხარხარით მიველით მაგნოლიასთან. აღარ შეგვიძლია მე კარებთან ისე გავსწორდით. აი არქაჯები ვიჩავცვიდით რა. ძვირფასად. ხო, ესე. მეცო შოპმარინა, მაშ ოღონდ მეცო შავი კალგოტკა ეს და ვარდისფერია ის ვარდისფერი თუ რაღაცა კაბა. თეთრი ზედა ეს რაც ვიყიდე და
შავი კალკოტკა, ბარბარე მეუბნება რომ ისაო არ უხდებაო შავი კალკოტკა, თვალსარკეშიო ჩავიხედე ხო არ უხდებოდა, მაგრამ ხორცისფერი იმდენად აბრუდგენი ჩაცმისას რომ გავხინე. სხვა არ მქონდა. ბაზრობაზე ვიყავი გუშინ და თქვი 1-5-6 კალკოტკა ვიყიდო და დავაგდო რა და ეს სიტყვა აღარა მაქვს. გამეხარა ვთქვა. დამავიწყე კიდე 3 თვე არის წებოსა ვყიდულობ და გუშინ ძლივს გამახსენე. ხო და მოკლედ მე არ მაქვს მეთქი და შენ ხო გააქვს და მე მააქვსო, მაგრამ ფეხთან არისო გახეულიო თუ გარღვეულიო თუ რაღაც დაბლა. ძალიან იშვიათად იცმევს ხოლმე კალკოტკას ცეკვაზე რა თუ ჭირდება ხორცისფერი. მე ქალო გახეული თუ არა თმდა ეგეთი ხო აი ხა დავდე რო ავიგვდღვენი რა და არაო დაბლა არისო იმას და ჩავიცეს კალკოტკაში თვითონ ყაყავ. მეთქი წავა. ჩავიცი და წამოვედი. წავიმედი და წავედი. შვენიერით რო გავატარეთ, მაქვს რაღაცა კადრები. არ ვიცი ამდენად მოვახერხებ რომ ამ ვიდეოს დავურთო, იმიტომ რომ დრო მეპარება. ხო და ისა. ბევრი უცხო ხალხი იყო და ჩვენ ერთად ვისხეთ, ერთად როგორ ერთად იმაში, მაგრამ ხო იცი ცეკვაში და რაღაცა შენი მაგიდის წევრი კი არა, სხვისი მაგიდის წევრია უკვე ნაცნობი და მშვენიერით რომ გავატარეთ, კარგად ვიხალის. ნინო მივიდა მერე და ლამბადა ჩაართვევინა. ეხა წადი იცეკვე. წამოდი მევთხარი ბედაში ვიცეკვეთ, კაი დრო გავატარეთ მართლა, წამოვედით იქიდან. რომელი საათი იყო? რომელი იყო? 12 კი, 12-ის რაღაცა წუთები იყო, მე მგონი აქ რომ მოვედი სახში. დაახლოებით. კი, ეგრე იყო. წამოდით ახლა ნახოთ, ანუ თან მოვიჩქარი, გაიგერო, ესე ნახო დაალაგეს როგორც იქნა ეშველა და მორჩნენ ლაშას დახმარებით მორჩა თორე მორჩნენ რაღა არის. ეხლა მოდი ვნახოთ. აი, ძალიან საყვარლობა ეს ტუმბო. იქ ანუ ეს უნდა საწოლი ცოტა გავწიო, იმიტომ რომ იქ არის ცუდად მერე რა, ანუ აქ ნახე ასანთები იმალება. შეხედეთ? ხო და აქედან ავიღე ტუმბო. ამას ჩავაჩოჩებ და ამ ტუმბოს გამოვწევ აქეთ, რომ აქეთაც კარგად ჩავდეს რა. ეს ტუმბო აქეთ გადმოვიტანე, ძალიან საყვარლად არის. ძალიან კარგია, აი მართლა ძალიან კარგი არის და ვერაფერს ვერ ვიტყვი, მომწონს. აი ამ დეტალზე ვამბობდი, აი. ეხლა მაქვს უბრალოდ გაწმენდილი. ზოლები ეტყობა. აი, არაფერი განსაკუთრებული, ანუ თვითონ რო არ ეთქვა რომ რაღაცა გამოვცვლითო, არც არაფერი, მაგრამ კაი, რაღაცას ვიზავ. მაგრამ რატომ ითხარი? თუ არა ხარ გამკეთებელი. ეს უკვე გამოვასუფთავე და არის ძალიან კარგად. ახლა რა ხელა თაროებია, ძალიან დიდი თაროებია. ეს სველი ტილოთი არ გაეცალა, მაგრამ ვეცდები რომ გავაცალო, თუ არა და არ არის პრობლემა. ეს არ ჩაგვიყენებია ჯერ. აი ახლა უკან გამომიწევი და განახებთ. ესეც უბრალოდ სველი ტილოთია, ბარდო გაწმენდილი. და აი რაც შეეხება საწოლს. ეს თავი ვნახეთ ხალხნო და იყო ეს ფერი და კაი ხო მასთანას მუქი კია, ოდნავ არ არის ძალიან, ნუ კაი. ჩვენ არ გვინახია იქ ესენი. აი ხა ნახეთ. ანუ თქვენთან მაქვს ჯერ კითხვა სანამ წავალ. მე გავგიჟდი თუ ეს ამისი არ არის. თუ სხვა პრობლემა არ არის. ანუ ელემენტარული მე ჩვენ უნდა გვიყიდა კომპლექტი, თორე ისი ალაგ-ალაგ, ისედაც შეკრავდი ესე. იყიდი გარდირობს, დახვიდოდი იყიდი ტუმბოს, ანუ ერთი გვინდოდა ხო? ხო და რა ვიცი, მე ხო არ მეშლება თქო. მე მგონი არა. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ თვითონ შეეშალეთ. მაგრამ ეს თავი ვიცოდი რომ უნდა მოეტანათ. მაგრამ ეს არ გვინახია, გითხრეს რომ ესაო ცუდი კი არ არის, მაგრამ აშკარად სხვა არის. ნუ არა გვაქვსო გაშლილიო და არ ვიცი ზუსტად სადევს ნახავდო.
დაბლა სივრცე ისია, რომ გამოწმენდავ ჩვეულებრივ, სათავსო აქვს, ეხლა აღარ მინდა ავხადო 200-ჯერ. რავი, შენობაში ცუდი არ არის, მაგრამ ეს მინდა გავარკვიო, იმიტომ რომ არ მიმიცია პატარა თანხა საიმისოთ, რომ წაუყურადო რა, ზოგადად არ მჩვევი ესეთი რაღაცა, მაგრამ არ მინდა რომ გული ამიცურვდეს, თორე შეიძლება სუ ჩაუტანო უკან, მაგრამ არ მინდა მომწონს. ხო და აბა თქვენც მითხარით, ანუ რამე მეშლება და რამე, თუ შეიძლება ესე იყოს. მოკლედ 20 წუთი ხდება, ეხა ვერ მოვასწრებ იმას, რომ მე გუშინდელი კადრები ჩაგიგდოთ და სხვა მეორე ვიდეოში ვიზავა რაღაცა და ეხა ვიცები რომ უცბადავლაგდე, მოვაფუცეცო რამე რუმეები, ხო ვიმე პίγური მაქვს ეგა ხო ისა შესანელებელი. ხო და დანარჩენი მე ვქნათ რომ რა წავედიხარ გემშვიდობებით. კაი დღეს გისურვებთ ყველას. აბა ჰე და აბა ჰო.